რა უნდა იყოს საქართველოს პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში? ცოდნამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები თუ პირიქით სამუშაო ადგილებმა უნდა შექმნას ცოდნა? მე მგონი აქ ორი პასუხი არ არსებობს. ცოდნა ქმნის სამუშაო ადგილებსაც, კეთილდღეობასაც, ქვეყნის პერსპექტივასაც, ყველაფერს. ამდენად სამუშაო ადგილებისგან მოლოდინი, რომ ის რაღაც ცოდნას წარმოშობს, არის მე ვფიქრობ უაზრო. მე ვამბობდი და ახალაც გავიმეორებ, რომ სახელმწიფოს უნდა ქონდეს გრძელვადიანი პროგნოზი. რა პროფესიები ჭირდება ბაზარს? საით უნდა წარიმართოს ეს პრიორიტეტები? გარდა ამისა, თავად სამუშაო ადგილების რაოდენობა, ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია შევქმნით მილიონ სამუშაო ადგილს, მერე სხვა ციფრები სახელდებოდა. ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ სამუშაო ადგილი უზრუნველყოფდეს ოჯახის, კონკრეტული ოჯახის კეთილდღეობას. თორემ ეხლა ითვლება, რომ ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს, ან ვინც თვით დასაქმებულია ბაზრობაზე, ტაქსის მძღოლია და ასე შემდეგ, ისინი ითვლებიან დასაქმებულებად. ეს არ არის სამუშაო ადგილი. სამუშაო ადგილი უნდა იყოს გათვლილი, ანაზღაურების მომცემი და პერსპექტივის შემქმნელი. დიდი მადლობა, ბატონო ალუდა. იმისათვის რომ პრინციპში კითხვა არის ქათამი და კვერცხის სტილში ეს ურთიერთდაკავშირებულია ძალიან ძნელია ეს გამოვყოთ ერთმანეთისგან იმისათვის რომ განათლება უპასუხოს მომდევნო წლების განმავლობაში რა უფრო პრიორიტეტულია დიახ, რა თქმა უნდა, შრომის ბაზარი, ცალსახად ჩვენ ვართ ორიენტირებული შრომის ბაზარზე და ეკონომიკური განვითარების მოთხოვნებზე, თლიან სისტემას ხედავთ ამაში, როგორც სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული, დამთავრებული უმაღლესით და მეცნიერებით. კონკრეტულად, რაც ყველაზე ახლოს არის, ასე ვთქვათ, დასაქმებასთან, ეს არის უმაღლესი განათლება და რა თქმა უნდა, პროფესიული განათლება. აქ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ინიციატივა, რომ გრანტები გახდეს დიფერენცირებული, იმიტომ რომ სხვადასხვა პროფესიის მომზადება სხვადასხვა თანხები ჭირდება. ასევე სასწავლო მასალების, სახელმძღვანელოების ხარისხზე ზრუნვა, ასევე რეგულარული კვლევების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ასევე დასაქმების სტატისტიკის რეგულარული გამოქვეყნება. ეს არის მთავარი პრიორიტეტები, რომელთაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უპასუხოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და შესაბამისად ცოდნა უპასუხებს ამ დაკვეთას. ბატონ ფრიდონ. მე მგონი გაგრძელება გამომივა პირდაპირ, იმიტომ რომ შრომის ბაზრის მოთხოვნების არ ცოდნა არის ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ძალიან სამწუხარო რეალობა. ეს ძალიან კარგად ჩანს სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული სპეციალობების უბრალოდ ჩამონათვალშიც კი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა აფინანსებდეს გარკვეულ სპეციალობებს, მაგრამ ყოველწლიურად რაში გვჭირდება მაგალითად 200 ქიმიკოსი კითხვის ნიშნები ჩნდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით. სერიოზული პრობლემა გვაქვს პროფესიულ განათლების სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან კარგი გაწერილი გეგმა 2020 წლამდე პროფესიული განათლების სისტემის სტრატეგიის შესახებ, პრინციპში ეს ქაღალდზე რჩება. დღეს ბაზარი ითხოვს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს, არადა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც კი 60% პროფესიული განათლების ადამიანი საქმდება. ამ მდგომარეობის გამოსწორების გზებზე შევეცდები იმ ერთ წუთში ვილაპარაკო. დიდი მადლობა. ბატონო გიო. მთავარი არის ის, რომ მიღებული იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაუმჟღავნდეს პოლიტიკური ნება იმისა, რომ განათლების სისტემა და ზოგადად ქვეყნის განვითარებას დაუკავშირდეს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ განსაზღვროთ რა ტიპის პრიორიტეტებს, რომელ პრიორიტეტებს დავუჭერთ ხარს და ეს უნდა გაკეთდეს. ეს სახელმწიფომ ეს უნდა გააკეთოს. რაც შეეხება ცალკეულ დონეებს, ეს დაწყებულია თუ არა. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ დონეზე მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენი პროგრამა ამას ხაზგასმით აღნიშნავს, პროფესიული განათლება ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი და ის ეგრეთ წოდებული დუალური პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ჩართულობა უნდა იყოს იმავდროულად მუშაობისა და სწავლის ერთდროულობა. მეორე, ეს არის უწყვეტი განათლების სისტემა, რაც ასევე პრიორიტეტულია იმისთვის, რომ განათლება, ანუ ცოდნა და ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირდეს. უმაღლესი განათლების თაობაზე მოგახსენებთ შემდეგი, იმედი არ მექნება. ბატონო ვახო, ბაზარმა უნდა აუწყოს ფეხი განათლების სისტემის მიმდინარე მოთხოვნებს თუ პირიქით. ბლოკი პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის მთავარი პრიორიტეტი არის, რომ ამ ქვეყანაში დაიწყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, ვინაიდან ღარიბი ქვეყანა ვართ, ამ ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები. ინვესტიციები ქმნის სამუშაო ადგილებს და სამუშაო ადგილები ქმნის მოთხოვნას გარკვეულ ცოდნაზე და უნარებს. მთავარი ამ შემთხვევაში ცხადია არის ბაზარი, რომელიც ქმნის მოთხოვნას. სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია არ შეუშალოს ხელი
განათლების სისტემასა და ეკონომიკას შორის ინტეგრაციაში. ეს მოხდებოდა ბუნებრივად, რო არა იმდენი სისულელე, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, როცა არა გვაქვს პასუხი, ვამბობთ, რომ რაღაცა სახელმწიფო სისტემური მიდგომა უნდა მოიგონოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სახელმწიფომ ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთოს, ეს არის ხელი არ შეუშალოს დასაქმების ბაზრის და საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლობას ერთმანეთთან. დიდი მადლობა. ქალბატონო ნანა, ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენს ოპონენტებს ნამდვილად აქვთ განსხვავებული მიდგომები. გააკრიტიკეთ ისინი და დააზუსტეთ თქვენი ხედვები. თავისუფალ ბაზარსა და განათლების სისტემას შორის. ხელისუფლების კრიტიკა ძალიან ადვილია ყოველთვის, იმიტომ რომ ყველაფერზე პასუხს აგებს ხელისუფლება, ყოველთვის შეგიძლია მიუთითო რა არ გაკეთდა, ან გაკეთდა სრულად არასაკმარისად. ამიტომ მე ამაში ორიგინალური არ ვიქნები. მე გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, რომ არის ჩვენს პოლიტიკაში დარგები და მემართულებები, რომელშიც არ შეიძლება ბაზარს ჩამოეკიდო. ეს არ არის ხა ქართული სპეციფიკა. კანადელი სამოქალაქო აქტივისტები მუდმივად განგაშიც ზარებს რეკენ იმის გამო, რომ ბაზარს მიანდეს ყველაფერი და საგანმანათლებლო სისტემამ ამით ძალიან ბევრი დაკარგა. ჩვენც არა ვართ ორიგინალური. ყველაფერს ბაზარი ვერ დაარეგულირებს. ჩვენ ამ ბაზრის გაკერპებით მივალთ იქამდე, რომ ვინც ღონიერია ის გადარჩება, ვისაც მეტი ფული აქვს ის უკეთეს განათლებას მიიღებს და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა, მხოლოდ ბაზარზე მინდობა ეს არის ძალიან არაშორჭრეტელი პოლიტიკა. ჩვენი მიზანია დავსახოთ რეალური ამოცანები და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ განათლების სისტემის გაჯანსაღებისკენ, პედაგოგების პრესტიჟის ამაღლებისკენ და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. გასაგებია, ბატონო ალდო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყანაში საჭირო არის მართლაც გრძელვადიანი სტრატეგიები და რა თქმა უნდა ეკონომიკური განვითარების კუთხით, იმიტომ რომ თუ არ არის გრძელვადიანი სტრატეგია და არ არის სათანადო ორიენტირების, შემდეგ ბუნებრივია განათლების სისტემას არ შეუძლიათ თვითონ დაარეგულიროს და მოაგვაროს ყველა პრობლემა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ადეკვატური უნდა იყოს განათლების ასევე გრძელვადიანი სტრატეგია და როდესაც საუბრობთ რომ აი ბაზარი ასე ვთქვათ დაარეგულირებს, რა თქმა უნდა ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ყველაზე კარგი ნიმუში არის მაგალითად ვაუჩერული დაფინანსების სისტემა, რომელთაც წლების განმავლობაში ფინანსდებოდა სკოლები და შედეგი რაც ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ასევე დღეს ყველა კვლევა ამბობს, რომ უმაღლეს განათლების სისტემაში, როდესაც ვაუჩერია იგივე და სტანდარტული თანხა მიყვება სტუდენტს, რა გვაქვს მხოლოდ რაოდენობა და არავითარი ხარისხი. ამიტომ ჩვენ გვინდა სიტუაციური მიდგომა, ხარისხიანი პროგრამები, რომლებიც უპასუხებს რეალურად ყველა გამოწვევას და არ იქნება ზედაპირული და არ იქნება პოლიტიკური იდეოლოგიის ქვეშ მოქცეული. ბატონო ფრიდონ. სარგებლობ დამატებით ერთ წუთით, ხო? დიახ. არაერთხელ იქნა აქ ნახსენები პროფესიული განათლების დუალურობა და მათაც ასეა. აქ ორი მხარე მონაწილეობს, ეს არის ბიზნესი და სასწავლებელი. თუმცა ძალიან დიდი დისპროპორცია არის უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტების რაოდენობასა და პროფესიულ სასწავლებლების სტუდენტების რაოდენობას შორის. 120,000 სტუდენტი გვყავს დღეს, ხოლო პროფესიულ სასწავლებელში 18,000 სტუდენტი სწავლობს სულ, აქედან 12,000 სახელმწიფოში და 6,000 კერძო კოლეჯებში. ეს პროცესები უნდა მიმდინარეობდეს პარალელურად. შეუძლებელია, რომ განათლების კომპონენტის გაუმჯობესებაზე ფიქრობდეს და ღონისძიებებს ატარებდეს განათლების სამინისტრო და ბიზნესის კუთხით არანაირი პროცესი არ მიმდინარეობდეს. ფაქტია, რომ ბიზნესის რეალური მოთხოვნები და საგანათლებლო სფეროს შესაძლებლობები არ თანხვდება. ამიტომ საჭირო არის შრომის ბაზრის რეგულარული კვლევა, საინფორმაციო სისტემების დანერგვა, ბიზნესის სტიმულირება, რომ ისინი ჩაერთოს საგანმანათლებლო სისტემებში და სხვა. ბატონო გია, გისმენთ. მოგახსენეთ, რომ ჩვენ პროგრამაში ეს რომ ის გავაკეთოთ, რაც ბატონი ფრიდონი ახლა საუბრობდა და ამ მიმართულებით ჩვენ ნაბიჯები უკვე გადავდგეთ. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას. მე ვახსენე ახალი უნივერსიტეტი, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული, რომ ეს ჩვენ ტრადიციულ უნივერსიტეტებს რაიმე ტიპით, რაიმე ფორმით, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ხელს შეუშლის მათ განვითარებას. არა, ჩვენ მთელი სისტემა უნდა განვითარდეს, ეს სისტემა განვითარდება სწორედ იმიტომ, რომ ესენი ერთმანეთთან იქნებიან დაკავშირებულები და ეს ახალი ლაბორატორიები რაღაცნაირად სისტემა უნდა ავაგოთ ისე, რომ ეს იყოს სინთეზური, ეს უნდა იყოს სინერგია, ყველას უნდა შეეძლოს საკითხებით სარგებლო ყველა უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც საქართველოშია და რომელიც მოახერხებს ხარისხის აწევას. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეკონომიკის ან ცხოვრების უფრო ფართოდ კავშირი განათლებასთან არის უმთავრესი რამ, რაც ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავაკეთოთ. დღეს ეს ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს. ბატონო ვახტანგ. დაასრულეთ ეს წრე. რეალურად მე დაუბრუნდები ამ უნივერსიტეტის თემას, რომელზეც წეგან ვერ დავასრულე.
ანუ რადგან ახლა ბატონი გია საუბრობს და როგორც ქართულ ოცნებას წარმოუდგენია რომ რაღაცა ეს უშველი, აი მარტივად ციფრებით რო შევხედოთ, საქართველოში ყოველწლიურად უნივერსიტეტში აბარებს 30000-მდე სტუდენტი. იმ უნივერსიტეტმა ქუთაისში უნდა მიიღოს 4 წლის განმავლობაში რომ კონტინგენტი შეივსოს 15000. ეს რას ნიშნავს? ეს რომ მართლა გააკეთოს ამ სახელმწიფომ ეს ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტების უდიდესი ნაწილი ელემენტარულად უნდა დაიხუროს კონტინგენტის არარსებობის გამო. მარტივად. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ იქ ძალიან ძვირი ეღირება ეს სწავლება. რეალურად გვაქვს სიტუაცია, როდესაც მე იმედი მაქვს, რომ აი შეიძლება ვთხოვოთ ქართულ ოცნებას, რომ კიდევ ერთხელ მოგვატყუეთ ბატონებო, იმიტომ რომ არ აგკიდოთ მსგავსი უზარმაზარი ხარჯი ჩვენ გადასახადის გადამხდელებს, რომ ვინახოთ ის სისულელე, რომელსაც ეხლა გვთავაზობენ როგორც წინასაარჩევნო დაპირებას.